გამარჯობა. ეს ისტორია საინტერესო ფაქტებია და დღეს გესაუბრებით ისეთი ქვეყნების არმიებზე, რომლებიც შეიძლება ყველაზე უსუსურად ჩაითვალოს, მათი მცირერიცხოვანი ან საშინელი უწესრიგობის გამო. ვატიკანის არმია. ვატიკანის არმიას ერთ დროს შეადგენდა პალატინის არმია, ჩამოყალიბებული 1850 წელს და კეთილშობილთა არმია სახელად ნოლი, შექმნილი 1801 წელს. პალატინის არმიას თავდაპირველად მილიციის სერვისების გატარება ევალებოდა. თუმცა საბოლოოდ პალატინისა და კეთილშობილთა არმიები მხოლოდ და მხოლოდ ცერემონიალურ ფუნქციებს ასრულებენ. ორივე მათგანი 1970 წელს პაპმა პავლე მე-6-მ დაითხოვა. დღესდღეობით კი ვატიკანს ჰყავს შვეიცარიელთა არმია, რომლის მთავარი ამოცანა პაპის დაცვაა. პაპების მიერ შვეიცარიელ ჯარისკაცთა დაქირავების ტრადიცია ჯერ კიდევ 1506 წლამდეც არსებობდა. როდესაც პაპმა იულიის მეორე-მ მონტიფიკოსი შვეიცარიელთა არმია ოფიციალურად ჩამოაყალიბა. 2005 წლის ბოლოს არმიაში 134 პიროვნება მსახურობდა. არმია ასაქმებს მხოლოდ შვეიცარიელ კათოლიკე მამაკაცებს. დასაქმების საკითხების მოგვარება წმინდა საყდრისა და შვეიცარიის ერთობრივი პრეროგატივაა. დღესდღეობით რეალური პოლიციის ფუნქციებს ვატიკანში პაპის ჟანდარმერია ასრულებს. მისი სრული სახელია ვატიკანის ქალაქ სახელმწიფოს ჟანდარმერიის კორპუსი. პაპის ჟანდარმერია პასუხისმგებელია საზოგადოებრივი წესრიგის, კანონის გატარების, ხალხის მასის მართვის, ტრანსპორტის კონტროლისა და კრიმინალური გამოძიების საკითხებზე ვატიკანის ტერიტორიაზე. იმის გათვალისწინებით, რომ ვატიკანი ყოველმხრივ შემოსაზღვრულია იტალიით, მის სამხედრო თავდაცვაზე პასუხისმგებელია იტალიის შეიარაღებული ძალები. შესაბამისად, ვატიკანს შვეიცარიელთა პატარა არმიის გარდა სხვა შეიარაღებული ძალები არ გააჩნია. სენტ-კიტსი და ნევისი. სენტ-კიტსისა და ნევისის თავდაცვითი არმია 1896 წელს შეიქმნა და ამ სახელმწიფოს მთავარ სამხედრო ძალას წარმოადგენს. მათ ჰყავთ როგორც ქვეითი ჯარისკაცები, ასევე სანაპირო დაცვა. დღესდღეობით სენტ-კიტსისა და ნევისის შეიარაღებულ ძალებს ჰყავს 300 ჯარისკაცი და 150 კადეტი. თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ სახელმწიფოში დაახლოებით 54,000 მოსახლეა, ანუ დაახლოებით რომ წარმოვიდგინოთ საქართველოს ქალაქ გორის ხელა სახელმწიფო. მათი 300 კაციანი ჯარი საკმაოდ საშიშად გამოიყურება. ეკვატორული გვინეა. მიუხედავად იმისა, რომ ეკვატორული გვინეა აფრიკის კონტინენტზე ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი სახელმწიფოა, მისი შეიარაღებული ძალები დიდი პოპულარობით არ გამოირჩევა. სამხედრო ძალებში გაწევრიანებული ჯარისკაცები არ არიან სათანადოდ გაწვრთნილნი. ამას ემატება ისიც, რომ არ აქვს შესაფერისი იარაღი და აღჭურვილობა. თუმცა სახელმწიფომ დღესდღეობით ამ პრობლემის მოგვარება დაიწყო და უფრო მეტ ფულს ხარჯავს სამხედრო ძალების სათანადოდ აღჭურვისთვის. ეკვატორული გვინეის შეიარაღებული ძალები ქვეყნის სამხედრო ორგანიზაციაა, რომლის მთავარი დანიშნულება სახელმწიფოს თავისუფლების, დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაა. შედგება სახმელეთო ჯარების, ეროვნული გვარდიის, სამხედრო საჰაერო ძალებისა და სანაპირო დაცვისგან. ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში ირიცხება დაახლოებით 2500 სამხედრო მოსამსახურე. აქედან სახმელეთო ჯარში დაახლოებით 1400 ჯარისკაცია, ეროვნულ გვარდიაში 400 გასამხედროებული მამაკაცი, სანაპირო დაცვაში 200 სამხედრო მოსამსახურე და საჰაერო დაცვაში დაახლოებით 120 წევრი. სეიშელის კუნძულები. სეიშელის თავდაცვითი ძალები მთავარი შეიარაღებული ძალაა კუნძულებზე. მათ ჰყავთ სამხედრო და საზღვაო გაერთიანება. საზღვაო გაერთიანება მოიცავს საჰაერო ძალებსაც. ამას გარდა კუნძულებს ჰყავს ჯარისკაცთა არმია, რომელთა მთავარი ამოცანაა პრეზიდენტის დაცვა. სახელმწიფო შეიარაღებულ ძალებს ჰყავს მთელი 3 თვითმფრინავი. განსაკუთრებულ შემთხვევებში თუ ნავებიც დასჭირდათ, სხვა ქვეყნებისგან ნათხოვრობენ, მაგალითად ჩინეთისგან. ერაყი. ბრიტანეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 26 მილიარდზე მეტი თანხა დააბანდეს ერაყის შეიარაღებულ ძალებში. ეს არის ძალიან დიდი თანხა. ბევრ სხვა პროცედურასთან ერთად თანხაში შედიოდა სპეციალური წვრთნებიც. თუმცა დღესდღეობით ერაყის შეიარაღებულ ძალებს 26 თითქმის დამოუკიდებელი გაერთიანება ჰყავს. 50,000-ზე მეტმა ჯარისკაცმა მიიღო ფული, თუმცა არც ერთი მათგანი აღარ გამოჩნდა კუთვნილ პოზიციაზე. ამის გამო მათ მოჩვენება ჯარისკაცები შეარქვეს. ამ ყველაფრის გამო ერაყი ითვლება ქვეყნად, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე მეტი დეზერტირი ჰყავს. ანუ ჯარში რამდენი ჯარისკაციც იყო, ყველა დეზერტირი გახდა. მთლიანად დაიკიდეს თავიანთი ჯარისკაცობა. ლუქსემბურგი. ლუქსემბურგის ეროვნულ სამხედრო ძალებს ლუქსემბურგის არმიას უწოდებენ.
ის შედგება 1000-ზე მეტი ჯარისკაცისგან. ამ რიცხვში შედის ასევე გამოუცდელი ახალწეულებიც. 1967 წლიდან არმიას ჰყავს მოხალისეთა გაერთიანება, რომელსაც დიდი ჰერცოგი მეთაურობს. კაბო-ვერდეს შეიარაღებული ძალები მხოლოდ ორ გაერთიანებას მოიცავს: ეროვნულ გვარდიასა და სანაპირო დაცვას. საერთო ჯამში სახელმწიფოს სამხედრო არმია შედგება 1200-ზე მეტი ჯარისკაცისგან, რომლებიც 555,000-იან ქვეყანას ემსახურებიან. კაბო-ვერდეს მომწოდებელთა სიაში შეხვდებით ისეთ დიდ სახელმწიფოებს, როგორებიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთი, ჩინეთი, გერმანია და სერბეთი. ასე რომ, მიუხედავად ჯარისკაცთა რაოდენობისა, არმია აღჭურვილია საკმაოდ ძლიერი სამხედრო იარაღით. 2016 წლის 25 აპრილს 11 ჯარისკაცი ემსხვერპლა არმიაში მომხდარ ამბოხებას. სან-ტოპე და პრინსიპის შეიარაღებული ძალები ყველაზე პატარა და დაუცველი სამხედრო ძალაა აფრიკის კონტინენტზე. მძიმე სამუშაოები, დაბალი გადასახადები და ნეპოტიზმი დიდ გავლენას ახდენს ქვეყნის სამხედრო ძალებზე. შეიძლება ამიტომაც მოხდა სახელმწიფო გადატრიალება 1995 და 2003 წლებში. შედეგად ჯარისკაცთა რაოდენობა 600-დან 300-მდე შემცირდა. სან-ტოპე და პრინსიპის შეიარაღებული ძალები ქვეყნის სამხედრო ორგანიზაციაა, რომლის დანიშნულებაა სახელმწიფოს თავისუფლების, დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა. ქვეყანა მდებარეობს გვინეის ყურეში მდებარე პატარა სტრატეგიულ საზღვაო გზებთან ახლოს. უკანასკნელ პერიოდში წარმოშობილ რეგიონალ უსაფრთხოების პრობლემებთან დაკავშირებით ამერიკულმა და სხვა უცხოურმა სამხედრო ფლოტმა გააფართოვეს ურთიერთობა სან-ტოპე და პრინსიპის შეიარაღებულ ძალებთან. ქვეყანას ეხმარებიან შეიარაღებული ძალების განვითარებასა და სასწავლო მისიებში, ასევე საერთაშორისო საინფორმაციო და სადაზვერვო მონაცემების გაცვლის პროგრამებში. სან-ტოპე და პრინსიპის შეიარაღებული ძალები საკმაოდ მცირერიცხოვანია. შედგება 4 განაყოფისგან: სახმელეთო ჯარები, სანაპირო დაცვა, საპრეზიდენტო და ეროვნული გვარდია. საჰაერო ძალები ქვეყანას არ ყავს. ცივი ომის დამთავრების შემდეგ ქვეყნის სამხედრო ბიუჯეტი განუწყვეტლივ მცირდებოდა, მიუხედავად 2000-იანი წლების შუა პერიოდში ნავთობის დიდი მარაგის აღმოჩენისა. ქვეყნის სამხედრო ბიუჯეტი მნიშვნელოვნად დამოკიდებულია უცხოურ ფინანსურ დახმარებაზე. ის აფრიკაში ყველაზე უფრო ნაკლებად ფინანსირებადი დარგია. 2005 წელს სამხედრო ხარჯებმა შეადგინა $581,729. ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 0.8%. სამხედრო სამსახურში ვარგისი ადამიანების რაოდენობა შეადგენდა 20,188-ს 2009 წლის მდგომარეობით. თუმცა ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში ირიცხებოდა სულ რაღაც 300 ჯარისკაცი. ბაჰამის კუნძულების სამხედრო ძალებს წარმოადგენს ბაჰამის კუნძულების სამეფო შეიარაღებული ძალები და ბაჰამის კუნძულების ფლოტი. სამეფო შეიარაღებული ძალები ოფიციალურად 1980 წლის 31 მარტს შეიქმნა. თავდაცვითი აქტით ის უფლებამოსილია დედოფლის სახელით დაიცვას ბაჰამის კუნძულები, მისი ტერიტორიული მთლიანობა და აკონტროლოს მისი წყლები. ასევე უბედურების ჟამს უზრუნველყოს დახმარება. ბაჰამის კუნძულების შეიარაღებული სააგენტოების კანონის საფუძველზე შეინარჩუნოს წესრიგი და შეასრულოს ყველა ის მოვალეობა, რომლებიც მას განსაზღვრული აქვს ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ. თავდაცვითი ძალები ამავე დროს კარიბის გაერთიანების რეგიონალური უსაფრთხოების დავალებათა ძალების წევრია. შეიარაღებული ძალების განკარგულებაშია 26 სანაპირო და ნაპირსახლო ხომალდიანი ფლოტი, ასევე 6 საჰაერო ხომალდი და 1500-ზე მეტ კაციანი პერსონალი. ანდორა ეს გახლავთ ქვეყანა, რომელსაც ერთი ჯარისკაცის არ ჰყავს, თუმცა შეიძლება მაინც ერთ-ერთ ყველაზე დაცულ სახელმწიფოდ მივიჩნიოთ, რადგან 1993 წლის 3 ივნისს გააფორმეს ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ანდორას დაცვა ევალება ესპანეთს და საფრანგეთს. დღეისათვის სულ ეს იყო. თუ მოგეწონათ ვიდეო, იქნებ დალაიქოთ კიდეც. ან არხით გამოიწეროთ. მომავალ შეხვედრამდე, ნახვამდის.